სამოვიკითხავ რომ ვიცოდეთ ვინ არის მოსული, ვინ ვერ მოვიდა, იმედია ყველა მოვიდა. გამარჯობა პირველ რიგში კიდევ ერთხელ. პატარა შესავალს გავაკეთებ. ცოტა ისეთ შესავალს გავაკეთებ. მე ველოდები რომ საკმაოდ რთული ტურნირი იქნება. იმიტომ რომ დიდი თევზია ძირითად შემთხვევაში, რომლის დაჭერაც უნდა მოხდეს. ალბათ ვინც დაიჭერს, უმეტესად დიდ თევზს დაიჭერს. ნუ მოგეხსენებათ, დიდი თევზი შედარებით ფრთხილი არის და ნუ რაღაც გასაღებები არსებობს, რაც მე ერთი კვირის განმავლობაში ვტესტე და თევზის დაჭერა შესაძლებელია, მაგრამ საკმაოდ რთულია. ნუ ამიტომ ველოდები რთულ ტურნირს თავიდანვე რომ იცოდეთ, იმიტომ რომ ახალი წყალსაცავია, დარწმუნებული ვარ 99% არ ვიცით ჯერ კიდევ რა შესაძლებლობები აქვს ამ ტბას, თუმცა თევზი ტბაში ნამდვილად არის, რასაც ვიდეოები და ფოტოები ბევრი ადასტურებს, ასე რომ თავარია მოვინდომოთ, თავარია რაღაცა ხერხს მივაგნოთ და დარწმუნებული ვარ შედეგიც იქნება რა. ასე რომ იმედი მაქვს რომ თევზს დაიჭერთ მინიმუმ ერთს ყველა, იმიტომ რომ იმ ხელა ჯდება რომ ძალიან მაგარი кайფი აქვს რეალურად. კარგი, ამოვიკითხავ და უბრალოდ მითხარით რომ ვართ და ეგ არის. ფერაძე გიორგი, ნასყიდაშვილი თქვით, ხუციშვილი არის ალექსი, ოგანეზოვი აშოტი. ბაბალაშვილი ნიკოლოზი, კუპრეიშვილი ნიკოლოზი, გილავა გელა, ვარაძე გუგა, ერიხანოვ ლევან. აჰა, მშვენიერი, შენს ჩავინიშნა. კაი სალამი ყველას. მშვიდობისა. ჩამოვედი მარაბდას ტბაზე. პირველად ვარ ამ ტერიტორიაზე და დღეს 3 მაისს სტარტდება სამოყვარულო ტურნირი მტაცებლის თევზჭერაში. რის წარმომადგენელი და ინიციატორი არის კლუბი და YouTube არხი Number 1 Fishing. ჩვენი ძმა და მეგობარი გიორგი. ბევრი ხალხი ვარ, სადაც 50 კაცამდე თუ არ ვწდები. დილის საათებია. ეხლა ჩამოვედით, სტარტი პრინციპში უკვე დაიწყო, ალაგ-ალაგ დაიწყო ჭერა და ვნახოთ როგორი დღე გამომივა. აი იქ არის მე მგონი დამბას რო ეძახიან, იქ ბევრი ხალხი დგას, აქ ცოტა შეცოტავებული, აქეთ გადმოვედით და მოკლედ შევხედოთ რა. ამინდი, კარგი, მშვენიერი, განწყობაც მშვენიერი, იდეალური და ვნახოთ, იმედია ჭერაც იქნება შესაბამისი. აბა დარჩით და ვნახოთ როგორი დღე გამოგვივა. ავიღოთ ჩვენი გაწყობილი ჯოხი. ახალი ჯოხი მაქვს აზურა საფინა სიგრძეში 2.70, ტესტი 3.15. ის იგივე ბრენდის აზურა კენშინის 3000-იანი კოჭა. წნული 0.5 Sunline. წავიდა. დისტანციას ფარავს იდეალურად. დაეცა. დავიწყოთ. ხوارღადა. Курасома. ეს გასაქცევი არა გვაქვს. ეს არის ძმაო. ნუ თლად სუპერ დიდი არ არის, მაგრამ სასიამოვნოა. არის პირ.
არც ისე. ეს არის საზომი გაქვთ. აჰა. 25. კი ბატონო. არის კიდე? არა. ბატონო? ხუციშვილი. აბა. კი ბატონო. მადლობა. ოიმე. აბა ვაგრძელოთ. თევზი გაპასიურდა. ალაგ-ალაგ ვიჭერთ, მაგრამ დაახლოებით 9 საათია საერთოდ ვერავინ იჭერს. როგორც ჩანს, თევზი დილის საათებში იყო შემოსული და გავიდა. ახლა იქნება სიღრმეში რა. იმის იმედით ვჩებით, რომ თევზი ისევ, ანუ გუნდი ისევ წამოვა წრეზე და აქაც გამოივლის. შევხედოთ სიტუაციას. გავიდა რა ხანი. თევზი გამოირჩევა პასიურობით. ალაგ-ალაგ დავიჭირეთ. ერთი მე მყავს. რამდენიმე ყავს კიდე. ზოგს მე მგონი 2 თევზი ყავს. 3 არ მგონია ვინმე ყავდეს. ესეთი სიტუაცია. რადგანაც გვეგონა რომ იქნებოდა აქტიური თან დიდი ზომის კორჭილებზე ჭერა. არა უშავს, ეგეც საქმეა, ეგეც გასვლა. დიდი ხანია ტურნირზე არ ყოფილვარ, ამიტომ მიხარია რომ გამოვედი. ნახე. ჩემი მეგობრები, ახლობლები. ეს გასვლები არის აუცილებელი, ამიტომ თქვენს გირჩევთ ტურნირებში მიიღოთ მონაწილეობა, გაიცნოთ ხალხი, ისწავლოთ სპინინგის ჭერა, ვინც დამწყები არის და რაღაც ნიუანსები აინტერესებს. შესაბამისად, დიდი სტიმულია ყველასთვის, როცა გამოდიხარ ტურნირზე. რა კაი ფეხზე მოხვედით ბიჭებო. გაიხარით, ასევე. დიახ. აბა მოიყვანო. არ ვიჩქაროთ. მაინტერესებს გამოყავს და ბოლოში ვიფიქრები. არის კაი. სუნდი არ უნდა იყოს. ყავს რამე დაჭერილი მაგისგან. ესეთივე. ეგეთი? ხო. მაგარია. შევხედოთ. 7 გრამი. თქვენ YouTube-ის გაქვთ ხო მე მგონი? კი. ალექსი. კი, მე ვარ.
სასიამოვნოა ჩემთვისაც. კარგია. ასევე მეგობრებო, ყველას წარმატებები. ესეთი მშვენიერი. ასად და ჩავაგდოთ. გავაგზავნოთ. მოკლედ აი ამ სატყუარამ 2 თევზი მომიტანა დღეს. 6-7 სანტიმეტრი ესეთი კიბორჩხალა. ძალიან კარგი. ერთიც დავიჭიროთ იქნება მაგარი. მოდით ბატონგიო. არის თევზი ბატონ ალექს? არის თევზი. ატარა. ბრავო, ბრავო. შენელი ზონის კოჩილიუსი. აბა როგორ? ცხვირი აქეთ. მეთქი. ეგ არის მამა. 32. კი ბატონო. 32 სანტიმეტრი. აუშვათ. გადავიღოთ ფოტო? გადავიღოთ. ხო. ეს პირველი ცოტა დიდი იყო. ამის მერე კიდე დამირტყა. და გამიფუჭა სილიკონი რა, ვერ წავალ წესიურად. შენი 32 სანტიმეტრი. უშვათ. უშვებთ. უშვებთ ხო? ხო, ხო. ოპა. მიდი. მადლობა, მადლობა. ნახევარი საათი დაგვაქვს ხო კიდე? არა, არა. მოგეწევ. 15 წუთი. ხო, ნახოთ აბა. 32 სანტიმეტრი. ჩავწევ, თავი. ტურნირი მართება დამთავრებისკენ. 5 წუთი არის დარჩენილი. მე 2 თევზით ვარ. არ ვიცი სხვებმა რა ქნეს, მაგრამ პასიური ჭერა იყო. არ უნდა იყოს დიდი რაოდენობა. დაჭერილი თევზის. მაგრამ საინტერესო ბრძოლა აღმოჩნდა. ალბათ ერთი გადაგდებაც და ამით დავამთავროთ. ესეც ასე დამთავრდა ტურნირი. ავახვიოთ ჩვენი სატყუარა და წავიდეთ შევიკრიბოთ. კარგი იყო. კარგად გავხურდით. ნახოთ აბა რა შედეგები დავდეთ. პირველ რიგში ყველას რთული პირობებიდან გამომდინარე. მართუკა გამომიჩინეთ დროს. მადლობა ყველას. რეალურად ნაწილობრივ ექსპერიმენტალური თევზაობა გამოგვივიდა ყველას, იმიტომ რომ ეგრეა ხო? ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ ახალი ადგილი არის და ალბათ არავის არ აქვს წარმოდგენა როგორ ანაირად და ტესტირების რეჟიმში ვართ. მადლობა პირველ რიგში რომ დაინტერესდით, იმიტომ რომ სიმართლე რომ გითხრათ, მე რამდენჯერაც ვიყავი, კარგად ვითევზავე, კარგად დავიჭირე და იმედი მქონდა რომ რატომღაც უფრო უკეთესი შედეგები იქნებოდა რა. მიზეზებზე აღარ ჩამოვთვლი როგორ და რანაირად. რაც არის ეგ არის. ძალიან კარგი. ტაში სპონსორებს. მადლობა სპონსორებს. დანარჩენი სტანდარტულად როგორც არის ხოლმე, რაც შემოდის თანხა 99% მიდის იქ, 1% საორგანიზაციო საკითხებს ხმარდება ხოლმე, ისევ და ისევ ჩვენთვის, რომ რაღაცნაირად კარგი პრიზები გქონდეს და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას მოსვლით. ეხლა მინდა რომ პატარები, ვინც მთელი დღის განმავლობაში ითევზავა და არ დაყარა ფარხმალი, მინდა რომ სიმბოლურად პატარა საჩუქრები გადავცეთ, ხო? ჩვენ ხო პატარები ვართ. შენ აუცილებლად. პირველ რიგში ესე იგი რეზი ეზუგბაია. აღო ლევან! ჩა. რეზი კრეიზი! და რეზი კრეიზი! აგერ კიდე შენ სიმბოლური საჩუქრი. აუ, კარიტაში რეზი! აღო ლევან! შემდეგი არის ლეონ პერიხანოვი.
საღოლევა. გავაციოთ ტაში. ადეშა ჩაკაფული მოდის. იეს ბავშვი. იეს ბავშვი. აღარ არის ბავშვი. მადლობა, არ მინდა. მესამე ადგილი. როგორი რეალურად 12 მოვი. ფაქტიურად არაფერი ყავდა დაჭერილი და ბოლო საათში როგორც გავიგე, იმიტომ რომ მე არ გამიზომია რეალურად. მეორე მსაჯმა გაზომა და საკმაოდ საინტერესო შედეგით დააფიქსირა. ესე იგი, მესამე ადგილი თევზით თუ უთევზოთ ჩათვლად მიხვდება, მაინც მესამე ადგილი ჰენრი მირზაშვილი. მოდეს. სიგალი უნდა მოგწია უცებლად და ეს გაჩვენებული ფაქტია დაწესვენია მეორე ადგილი ხო საერთო სიგრძე იყო 61 სანტიმეტრი თევზების რაოდენობა რომ დავაჯამეთ შემდეგი მეორე და ისა ბოდიში პირველი და მეორე ადგილი მხოლოდ 1 სანტიმეტრის სხვაობა. ანუ თევზის რაოდენობა იყო 2, მაგრამ დიდი ზომები იყო, 4-ვე დიდი ზომა იყო. მეორე ადგილზე გავიდა ალექს ხუციშვილი. ალექსანდრე თელი თევზაობა ჩუმად იყო და რაღაც პოტოქს მიაგნო და დაიწყო. მადლობა. გილოცავ ესე კიდევ თუ ჩამოგართვი არის ჩავარცო. ოპა! საღო. ეს შენ ვინ თქვა ფიშკა ვინ ახსენა? აი შენ. ბრავო ალექ! მადლობა. ალექ! მადლობა ბიჭო. და კულმინაცია. კულმინაცია, ნუ პირველ ადგილზე ალბათ მიწი, თუმცა არის ბატონი არჩი კორღალი. 4-24 ჯოხი. 1 სანტიმეტრით მაჯობ, ბიჭო. რადგან გამიწენდა მერტო. ეს შენ მიბოძე რა. აი პირა, შენი სახელი აწერია უკვე. ჩამომაცვით ერთი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მე ტურნირს ალბათ არ ვიცი როდის ჩავატარებ, როგორ ჩავატარებ. ეს რამე მარობ და არ მოაჩინე. გაუგეგმავი ტურნირი იყო და რაღაც სიახლით ვარ იაჩმინდა და შემიმიერთანა. ვერ დაგემშვიდობეთ წესივრად ტურნირი ისე ჩატარდა. ნუ ჩვენთვის ვერ ვიტყვი რომ მოულოდნელად დავიჭირე და რატომაც ვიცოდი რომ საპრიზო ადგილს ავიღებთ. მეორე ადგილი მერგო, რითაც ძალიან გაყოფილი ვარ. პირველ ადგილთან მხოლოდ 1 სანტიმეტრი იყო სხვაობა. საინტერესოა, მაგრამ ნუ რას იზავ. ესეთი მშვენიერი ტურნირი იყო. მადლობა ბიჭებს. მადლობა number 1 fishing-ს გიოს ესეთი მაგარი ტურნირისთვის. და რავი, იმედია მოგეწონათ და თქვენს დაინტერესდებით და აუცილებლად გამოხვალთ მსგავსი ტურნირებზე, რათა აიმაღლოთ, რათა ისწავლოთ ის, რაც ჯერ არ იცით. მოკლედ ეგ იყო და ეგ. წარმატებები ყველას. მადლობა ვინც მომილოცა. შეხვდებით მომდევნო თევზაობაზე. შეხვდებით, დროებით.